გამარჯობა, მოგესალმებით. ვიწყებთ ჩვენს მორიგ პირდაპირ ჩართვას. მე გახლავართ თამთა საამიშვილი, წარმოადგენ ორგანიზაცია Mag Georgias. ეს არის პლატფორმა მშობლის კივრი. თუ კი პირველად აღმოჩნდით ამ პლატფორმაზე, გეტყვით, რომ იგი პირველ რიგში შეიქმნა მშობლებისთვის და ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პირისთვის. ამ პლატფორმაზე ვაქვეყნებთ, ფიქრობთ, საინტერესო, საჭირო, რელევანტური ინფორმაციას, ყველაფერს რაც ეხებათ ბავშვებს. დღევანდელ დღეს, როდესაც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც აღნიშნავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, რა თქმა უნდა, არ შეგვეძლო, რომ არ გამოხმაურებოდით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვინც ამ პლატფორმას დაათვალიერებს, აღმოაჩენს, რომ მხოლოდ დღეს და წელიწადში ერთხელ ნამდვილად არ გვახსენდება ბავშვთა უფლებები. კონკრეტულად ბავშვთა უფლებებს რაც შეეხება ამასთან ამ თემებთან დაკავშირებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობთ ორგანიზაცია PHR-თან, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ბევრი თქვენგანი იცნობს არა მარტო ჩვენი პლატფორმიდან. მადლობას გიხდით ორივე ანას, ანა აბაშიძეს და ანა არგანაშვილს დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის. მსმენელს ვეტყვი, რომ გირჩევთ გადახედოთ ჩვენს ეგრეთ წოდებულ ვიდეოთეკას, სადაც ნახავთ, რომ მთელი სერია ჩანაწერების, ეს ბავშვთა უფლებების შესახებ. ჩვენს ყველა ჩართვას ყოველთვის თარგმნის ჟესტურ ენაზე ლეკუნა ჯაფუშვილი, მადლობა მას ამისთვის. ახლა კი გადავცემ სიტყვას ჩვენს სტუმრებს და გთხოვთ, რომ თქვენთან გააცნოთ ჩვენს მსმენელს დღევანდელი თემა, რაზე ვისაუბრებთ, რა მოლოდინები უნდა გქონდეთ. და ასევე მსმენელს ვეთქვი, რომ კითხვები და კომენტარები შეუძლიათ გამოვაგზავნო აი პირდაპირ ან პირადი შეტყობინების სახით, ან აქვე აი ვიდეოს ქვემოთ მოცემულ კომენტარების გრაფაში. გამარჯობა თამთა, მივესალმები ჩვენს მაყურებელს, მსმენელს. დიდი მადლობა ჩვენი მხრიდანაც მოწვევისთვის კიდევ ერთხელ და ამ თემებზე ძალიან აქტიური და მართლაც მუდმივი საუბრისთვის თქვენი ორგანიზაციის დამსახურებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მონაწილე ვართ ამ პროცესის. ჩვენ მე ანა მთელი ჩვენი ორგანიზაცია ვულოცავთ ბავშვებს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ პირველ რიგში მშვიდობას და ჰარმონიულ განვითარებას, ბედნიერ დღეებს და ძალიან უსაფრთხო გარემოს და თავისუფლებას, რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებათ. ჩვენ წილს ვცდილობთ, რომ გავაკეთოთ როგორც ბავშვთა უფლებების ადვოკატები და ასევე მოვუწოდებთ ყველას, რომ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ბავშვების ბედნიერებისთვის, მათი სამართლებრივი უსაფრთხოებისთვის და კარგ მოქალაქედ აღზრდისთვის, ყველას ვალია, რომ ეს გავაკეთოთ. მათ შორის სამართლებრივადაც კი ვართ ვალდებულები. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ ზოგადად, რა თქმა უნდა, ბავშვად ყოფნაზე, ბავშვი ვინ არის, როგორი მოქალაქეა, რა უფლებები აქვს ზოგადად და სად ჩანს მისი უფლებები ადამიანის უფლებების სისტემაში და რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ეს უფლებები რეალობაში სასარგებლო გავხადოთ. ამაზე ვილაპარაკებთ, შესაბამისად მოგვიწევს შევეხოთ რა დაცვის მექანიზმები, ანუ თუ მიგვეჩნია რომ უფლება დაგვერღვა, ვის შეგვიძლია მივმართოთ, როგორ უნდა მივმართოთ. აქ შევეხებით ასევე პრობლემურ საკითხებსაც, ანუ შესაძლოა ვთქვათ, რომ რაღაც არ მოგწონს პრაქტიკაში დღეს, მაგრამ ამის შეცვლის შესაძლებლობა არსებობს და რა თქმა უნდა, ამაზეც ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ. იმისთვის, რომ ყველა უფლება იყოს გარანტირებული და ამ გარანტიას იძლეოდეს ძალიან კარგად მომზადებული, ესე ვთქვათ, სამსჯელო ადგილები, როგორც არის სასამართლო მაგალითად. არა მხოლოდ სასამართლო, ამაზე ვილაპარაკებთ და გვინდა რომ ეს ჩვენი დღევანდელი ჩართვა იყოს მოტივატორი, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემებზეც ვილაპარაკებთ, მოტივატორი პირველ რიგში ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის და ყველა მისი მხარდამჭერი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წარმატებული საქმე გვაქვს უკვე, რომელიც ბავშვების აქტიურობით რეალურად წარმატებული გახდა. ასე რომ ბრძოლას აქვს აზრი, უფლებების დაცვას აქვს აზრი. ახლა ჩვენ უბრალოდ გასწავლით როგორ. მაშინ ძალიან პატარა მიმოხილვას გავაკეთებ მეც, საერთოდ როგორ უნდა შევხედოთ ბავშვთა უფლებებს, ხო? ანა დამეთანხმება, რომ დაახლოებით, არ ვიცი, რამდენი წელი მუშაობ, 12-13 უკვე ამ სფეროში, დაახლოებით კი მუშაობ და ერთი მთავარი სტერეოტიპი რაც ხდება ხოლმე არის ესეთი, რომ
ადამიანებს აქვს ესეთი აღქმა, რომ ბავშვი არის პატარა და ფიქრობენ, რომ უფლებაც არის პატარა. ეს უნდა ამოვატრიალოთ, ძალიან უნდა შევცვალოთ. მანდ არის პირიქით. ბავშვი კი არის პატარა, მაგრამ მისი უფლება არის არა თუ ისეთივე, როგორც ყველას გვაქვს, უფრო რთულად დასაცავი. და უფრო ფართო. კი, უფრო ფართო. მაგალითად, მე რო ვიყო სახელმწიფო, ვთქვა, მე რო ვიყო მერი, ან ვიყო პარლამენტარი, უფრო ვინერვიულებდი, რომ ბავშვს უფლება როგორ დავიცვა, ამიტომ რომ უფრო ძნელი დასაცავია, ვიდრე არ ვინერვიულებდი და ვიტყოდი, რომ პატარაა კაცო, რა დროს ამის მაგალითად რაღაც სამოქალაქო უფლებებია. ეს არის მთავარი შეცდომა, რაც უნდა დავივიწყოთ. აქ არის ყველაფერი პირიქით. ბავშვი არის პატარა, მაგრამ აქვს არანაკლები და უფრო სერიოზული უფლებები, ვიდრე თქვაც დასრულებს, ხო? ყველა ის უფლება აქვს, რაც გვაქვს ჩვენ, ბავშვებს, უბრალოდ ზოგიერთ უფლება შეიძლება მთლიანად ვერ იყენებს და ჭირდება ჩვენი დახმარება, მაგრამ ესეც არის შეფარდებითი. ეს არ ნიშნავს, რომ მას ეს უფლება არ აქვს, ხო? ხო, გამონაკლისი უფლებები, როგორც აი შეძენილი უფლებები, როგორც ეძახიან, ხო, მაგალითად არჩევნებში მონაწილეობა, ცხადია, ვიცით, რომ შეზღუდულია გარკვეულ ასაკამდე და ჩვენს ქვეყანაში 18 წლამდე ადამიანს არ აქვს ხმის მიცემის უფლება, გარკვეულ შემთხვევაში არჩეულიც ვერ იქნება, ზოგან კიდევ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს უფლება ზოგადად არა. და საერთოდაც ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სწორია. მე აქ ჩემი ამ იდეას ყველგან ვაჩხერ ხოლმე, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ სულ 14 წლის ასაკის მერე ბავშვს შეუძლია და უნდა გამოხატავდეს თავის პოლიტიკურ შეხედულებებს და ირჩევდეს მმართველს, რომელიც მის ცხოვრებასაც შეეხება. ჩემი აზრია ეს, ოღონდ მარტო ჩემი აზრი არა, ხოშურის ბევრ ქვეყანას ეს უფრო და უფრო ვეთანხმები. ესე იგი, არაფრის. ესე იგი, რაც შეეხება უფლებებზე შევთანხმდით, ხო? ბავშვს აქვს იგივე უფლებები, რაც ჩვენ, მაგრამ ეხლა მთავარი კითხვა, რაც ჩვენს მაყურებლებს, ბავშვებს გაუჩნდება და მათ მშობლებს იქნება ის, რომ კი, მაგრამ აი უფლება ფურცელზე როა დაწერილი, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ უფლება სრულდება. აქ არის ყველაფერი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვთქვათ. ანუ უფლება თუ არ არის აღსრულებადი, თუ არ არის დაცვადი, თუ არ არის განხორციელებადი, მაშინ ის უნდა ვთქვათ, რომ არ არსებობს. ამიტომ, როგორც ანამ აღნიშნა, გადამწყვეტ მნიშვნელობა აქვს არა მარტო უფლების ქონას, არამედ მის აღსრულებასაც, მის გამოყენებას. გამოყენებას. ეხლა მოდით დავიწყოთ თავიდან, როგორ იყენებს ბავშვი უფლებებს, ხო? უმეტესად ბავშვი რო იბადება, მის გარშემო რა გარემოც არსებობს, ეს იქნება ოჯახი, ცოტა უფრო ფართე გარემო, მერე საბავშვო ბაღი, სამედიცინო დაწესებულება, ყველა უნდა იცავდეს მის უფლებებს. ეს არის ის, რაც მოლოდინი გვაქვს ჩვენს და ბავშვებს, მაგრამ სამწუხაროდ ასე რახან არ ხდება. აი ეს ადამიანები, ვინც ვართ მის გარშემო, ხდებით ავტომატურად ბავშვის დამცავები. ანუ ჩვენ რომ ვთქვათ, რომ მე ვერ ხედავ, რომ ბავშვის უფლება ირღვევა, ეს რა თქმა უნდა სულად არასწორია და პირიქით, ჩვენ ყველას გვეკისრება უფლების დაცვა. დაცვის ვალდებულება. მაგრამ რა მომენტშიც ბავშვი უკვე გამოთქვავს თავის აზრს, ბავშვთა უფლებებში მიჩნეულია, რომ ის უკვე თავადაც უნდა ჩაერთოს თავის უფლებების დაცვაში. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ორი საკითხი. ერთი არის შედეგი, რა დადგება და საყოველთაოდ აღიარებულია, როდესაც ბავშვი თავად იცის თავის უფლების შესახებ და მოითხოვს და სხვათა შორის იბრძვის კიდევაც უკეთეს შედეგი დგება და მეორე პროცესი. ბავშვი, რომელიც ადრე იწყებს მოქალაქეობას, ასე ვთქვათ, აქტიურ მოქალაქეობას, ადრე აცნობიერებს, ვის რა ვალდებულება აქვს, თვითონ რა ვალდებულება აქვს სხვა ბავშვების მიმართ, ხო? აი ეს პროცესი ამ ბავშვს ხდის უფრო მომზადებულად, იზრდებიან ასევე ინტელექტუალურად, ემოციურად. ანუ ამ ბავშვებისთვის ზოგადად კარგია უფლებების დაცვაში ჩართვა. ხანდახან იმდენად კარგია, რომ შეიძლება შედეგი იყოს ზუსტად ეს ზრდა, ხო? რა თქმა უნდა. თან ეს უფლებრივი ნაწილია. ანუ არ ეგონოს ვინმეს, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ რაღაცაზე, რომ აი ვურჩევთ რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ თუ ბავშვს აზრს კითხავ, ძალიან კარგი იქნება. ეს ნამდვილად კარგი იქნება თუ აზრს კითხავთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ბავშვს მონაწილეობის უფლება აქვს. პროცესებში მონაწილეობის უფლება აქვს, აზრის გამოთქმის უფლება აქვს. მისი აზრი უნდა იყოს სათანადოდ მოსმენილი. რა თქმა უნდა,
აპრიორი არც ერთი ადამიანის აზრს ზოგადად არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ვერ ექნება ვერც ბავშვის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ხო, მაგრამ აუცილებლად ყველამ, ეს იქნება მშობელი, მოსამართლე, ჩვენ როგორც ადვოკატები თუ სხვა პროფესიონალები, აუცილებელი პირობაა, რომ მათ ზედმიწევნით იცოდნენ ბავშვის დამოკიდებულება ამ კონკრეტული საკითხის მიმართ, რომელიც განიხილება. მისი რჩევები, მისი წუხილები, მისი გზა ამ საკითხის გადაწყვეტის. და რა თქმა უნდა, გონივრულობის ფარგლებში ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. კანონში გვიწერია, თან ამ დროს სხვათა შორის ძალიან საინტერესო სტანდარტია დამუშავებული, როდესაც მოკლედ რო ვთქვა, საკითხი ეხება ჯანდაცვის, ანუ მაგალითად სამედიცინო манипуляციის ეფექტურობას ბავშვთან მიმართებაში. მარტივად რო ვთქვათ, ახლა ბავშვები შეიძლება გვისმენდნენ, თუ რაღაცა მტკივა და პირობითად გასაკეთებელია რამდენიმე ნემსი. ნემსის გაკეთება ყველას გვეზიზღება, ყოველ შემთხვევაში მე მეზიზღება. არ გონია რომ ვინმე ძალიან უყვარდეს მოკლედ და ბავშვი მით უმეტეს განიცდის გონია ძალიან ეთქინება და ასე შემდეგ. თუმცა მნიშვნელოვანი და აუცილებელია რომ მან რაღაც სამედიცინო პრეპარატი მიიღოს ან რაღაც манипуляცია. კვლევა მაჩვენა რომ იმ შემთხვევაში, როდესაც მშობლები ან სხვა მხარდამჭერი პირები ბავშვს არ ეთანამშრომლებიან, არ უხსნიან ამ პროცესებს, არ უხსნიან აუცილებლობას, მიზეზებს, დეტალურად, არა მხოლოდ მშობლები, ექიმებიც კი ბავშვს არ ეთანამშრომლებიან, ძალიან ძნელდება აი ამ სამედიცინო მომსახურების მიწოდება ბავშვისთვის და ამას დამატებული ბავშვი უკიდურესად ისტრესება, რაც ხელს უშლის მის გამოჯანმრთელებას. მაშინ როცა კვლევა მაჩვენა აბსოლუტურად საწინააღმდეგო შემთხვევა, როდესაც მთელი სამედიცინო დაწესებულება ყველა ჩართული პირი მობილიზებული იყო ბავშვზე და ამას ეძახიან ბავშვზე ცენტრისტულ დამოკიდებულებას, ან ბავშვია ცენტრი და მას ვუყურებთ ყველა და მას ვეთანამშრომლებით, ესე იგი ძალიან ხო გაადვილდა სამედიცინო манипуляციების ჩატარება და შედეგობრივად უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდა იმ ჯგუფის წარმომადგენელი ბავშვები, რომლებსაც აზრს ეკითხებოდნენ. ეს უბრალოდ ასე ხდება ყველგან. სასამართლო დავებშიც, კლიენტსა და ადვოკატს შორის ურთიერთობაში და თუნდაც ჩემი აზრით, საყოფაცხოვრებო საკითხებშიც კი, როდესაც მაგალითად მშობელი ლეგიტიმურად რაღაცას უხსნის შვილს და სწორი იქნება თუ ამაში დააჯერებს. ანუ უნდა შევთანხმდეთ იმას, რომ ბავშვი უნდა მონაწილეობდეს ყველა უფლების განხორციელებაში, რომელიც მას ეხება მაქსიმალურად. და რა თქმა უნდა, არათუ გამონაკლისია, არამედ ეს უპირველეს ყოვლისა თავის უფლებების დაცვას ეხება. ანუ როდესაც მისი უფლება დაირღვა, მაგალითად სიღარიბეში ცხოვრობს, მაგალითად წიგნები არ აქვს, მაგალითად ვინმემ დააბულინგა. ამ უფლების აღდგენაში, ანუ დაცვაში ბავშვი უნდა ჩაერთოს. მაგრამ როგორ იყო წარსულში, სხვათა შორის, მოდი ესეც ვთქვათ. რაღაც კარგი ცვლილებები მოხდა ბოლო წლების განმავლობაში და მოდი ესეც ვთქვათ, ანუ სულტყუილად არ ვლაპარაკობთ ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან ამას პოზიტიურ ცვლილებადად აღწევს. აი მაგალითად, აი თამთასაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სასამართლოში ბავშვების დაცვის და დახმარების. თამთამაც რო გვითხრას გაიხსენოს მისი გამოცდილება ძალიან საინტერესოა. წარმოვიდგინოთ დაახლოებით 10 წლის წინ სასამართლო განიხილავს საკითხს, სადაც ბავშვს ეხება თემა, დავაა რაღაცა, ბავშვს ეხება თემა და თამთა რა გახსენდება ბავშვის როლი რა იყო? აი 10-15 წლის წინ დაახლოებით, შეიძლება უფრო ადრეც, მაგრამ საშუალოდ 10 წლის წინ ბავშვი სად ჩანდა მთელ ამ პროცესში? აი შენ რო გითხრა შენი გამოცდილება და ჩვენც გეტყვით აუცილებლად. ძალიან ნაკლებად ჩანდა, გეთანხმები, აბსოლუტურად. ეს ახლა შეიძლება ცალკე ჩართვის თემა, ერთი კომენტარის გაკეთება მინდა უბრალოდ, რომ სამწუხაროდ ძალიან არის შემთხვევები, როდესაც ბოროტად სარგებლობენ აი იმით, რომ ბავშვს აქვს უფლება გამოთქვას თავის აზრი და ხშირად ის აზრი, რომელსაც ბავშვი გამოთქვამს, არ არის ამ ბავშვის აზრი, ხო, რეალურად. ამაზე შეიძლება ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ დავამატებ, რომ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხრივაც იყვნენ მზად მოსამართლეები, ადვოკატები. მოსმენა სჭირდება ძალიან სერიოზული მიმზადება. აღვნიშნოთ ერთმანეთისგან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვართ, რომ თამთა და მისნაირი პროფესიონალები ზუსტად ის ხალხია, რომლებიც ზუსტად ამ პრობლემას აღმოაჩენენ, რომ აზრზე გავლენა მოახდინა ვიღაცა. ანუ ბავშვს აზრის მოსმენას ჭირდება სწავლა, ხო? თავისთავად გავიხსენოთ, ან ჩვენ სახელმწიფოს აპარატში მუშაობთ მახსოვს, ძალიან ბევრი საქმე იყო, სადაც ბავშვი იყო ჩარეული და ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას სასამართლო როგორ მსჯელობდა ამ თემებზე და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვს, აი მაგალითად, ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც პირდაპირ კანონში ეწერა,
იყო ის, რომ თუ ბავშვს აშვილებდნენ 10 წლამდე ასაკის ბავშვს, გაშვილებაზეა საუბარი, აზრსაც არ ეკითხებოდნენ საერთოდ, ანუ გაშვილება ხო ძალიან უკიდურესი გადაწყვეტილებაა ბავშვის ცხოვრებასთან მიმართებაში, ხო? როგორ შეიძლება ამ დროს მაინც არ გკითხო აზრი და ამბობდნენ, რომ აი დაყოფილი იყო ესე, რომ აი 7 წლამდე არ უნდა ვკითხოთ, 6-მდე არ უნდა ვკითხოთ, 8-მდე უნდა რაღაც აი ესეთი რა თქმა უნდა გაუგებარი კრიტერიუმებით, მაგრამ დღეს მოსამართლეს პირდაპირ უწერია, მოსამართლეს არა ყველას, ბავშვთა კოდექსში წერია პირდაპირ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ბავშვის მონაწილეობის და მოსმენის გარეშე, აპრიორი გაუქმდება. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ესე იგი, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რას ნიშნავს ბავშვის მონაწილეობა თავის უფლებების დაცვაში. ჩვენ დიდების დასრულები აუცილებლად უნდა ვიაზრებდეთ ჩვენს როლს. როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვს, რომ შეძლოს თავისი უფლებების დაცვა. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ბავშვი თუ არ არის ინფორმირებული, თუ არ არის მომზადებული, ეს არაინფორმირებულად შეიძლება საერთოდ ვერ გაიგოს სათხოვდება. ანუ ჩვენი როლი არის ამ ინფორმაციის სწორედ მიწოდება, ეს ერთი. მეორე, ჩვენ საქართველოში განსაკუთრებით ძალიან ხშირად ვხვდებით დასრულების დიდების მხრიდან შიშს, აი მაგალითად ეშინიათ პოლიციის, ეშინიათ სასამართლოს, ხო? აი ამ სიტუაციაში სამწუხაროდ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ბავშვს არ გაიზიარებს ამ განწყობას და თვითონაც დათრგუნული არ იქნება. ანუ ჩვენც უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება და არასოდეს არ უნდა დაგვამუნათონ, რომ როგორ შენ მიჩივი და თითქოს ეს ცუდია, ხო? არა. მე ვიყენებ ჩემს უფლებას, რომ შევცვალო ის მდგომარეობა, რაც არის და ეს ჩივილი არის ის, რაც ჩემი უფლებაა. არავინ არ უნდა შეგვარცხვილოს. ანუ მაშინაც კი, ან რეალურად კი, იმის თქმა უნდა, რომ მაშინაც კი, როდესაც უფლება დარღვეულია და ამ დროს მივდივართ ჩვენ, ხო, ამ უფლების აღდგენას ვითხოვთ სადღაც და შეიძლება იყოს პოლიცია, შეიძლება იყოს გამოძიება ვთხოვთ, შეიძლება იყოს მოსამართლე, რომელსაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ვთხოვთ. ამ დროს მთელ ეს პროცესს უნდა მოხსნათ მაქსიმალურად დაძაბულობის ყველა ელემენტი, როდესაც პროცესში ბავშვი მონაწილეობს. ეს ეხება ყველას. ეხება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში სახელმწიფოს, რომელიც აწარმოებს აი ამ გამოძიება იქნება სასამართლოს სახელმწიფოა, ხო, გამოძიებაც სახელმწიფოა, პროკურატურაც სახელმწიფოა, ფართო გაგებით ეს სახელმწიფოა. თუმცა ამ პროცესში მხოლოდ სახელმწიფო არ არის ჩართული. ჩართულია ადვოკატი, მაგალითად ბავშვის მხრიდან და ჩართულია ადვოკატი მეორე მხრიდან. ანუ ეს შეიძლება იყოს, თქვათ, ბრალდებულს იცავდეს, შეიძლება მეზობელს იცავდეს, რომელმაც არასწორი კომუნიკაცია დაამყარა ბავშვთან და მიგოჩნია, რომ ამით იძალა. ხო, ანუ ადვოკატები არიან ასევე პროცესში. პროცესში არის მოსამართლე. პროცესში არის მანდატურები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პროცესში არიან ხანდახან, სადაც ეს რელევანტურია, ციხის წარმომადგენლები, ხო, რომლებიც ერთობენ ბავშვთან. ძალიან ბევრი ხალხია, ხო. მოწმეები, ექსპერტები და იმის თქმა მინდა, რომ ყველა აი ამ მონაწილის ვალდებულება მაქსიმალურად, ან იდეალურად არ ხდება არასდროს არაფერი, მაგრამ მაქსიმალურად მინიმუმზე იყოს დაყვანილი სტრესები, რომელიც ხშირად ხელოვნურად არის ნაწარმოები და ბავშვს ეს ძალიან თუნავს. სხვათა შორის, აი მაგალითად მე და ანა ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ეს რაღაცაზე. აი ჩვენ ხო გვაქვს რომ მაგალითად დათვლას ბავშვს ვასწავლით თამაშით, ან სიმღერით, ხო? ანალოგიურად უფლებების დაცვაც უნდა გახდეს აი ეს მხიარული მიწოდების საგანი, იმიტომ რომ უფლებების დაცვა ისეთივე ნაწილია ჩვენი ცხოვრების, როგორც დათვლა. მაღაზიაში რომ მივდივარ, ან დამჭირდება რომ ფული გადავთვალო, ან ვიღაცას უთხრა რომ უკაცრავად ჩემი რიგია დაუშვათ, ხო? ამიტომ უფლებების დაცვა მხიარულად, თუნდაც თამაშით ბავშვებს ნელ-ნელა უნდა ვასწავლოთ. კი ბატონო. და როდესაც უშუალოდ პროცესშია ბავშვი, რა თქმა უნდა, აქ ვიაზრებთ იმასაც, რომ ზოგიერთი საქმე იმდენად რთულია და მძიმეა, რომ ბავშვის მდგომარეობას არ არის მაინცსა და მაინც ადვილი. მაგრამ აქაც კი ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბავშვს ავარიდოთ დაძაბული გარემო. ეხლა რას გულისხმობ თამაში? აქ ჩვენ ახლა ცოტა კრიტიკაც უნდა ვთქვათ სასამართლო სისტემის და პროცესის, ხო? კი, რა თქმა უნდა. პირველ რიგში სასამართლოში უნდა არსებობდნენ არა მხოლოდ მოსამართლე, არამედ ბავშვის
მხარდამჭერი პროფესიონალები, ბავშვი სხვადასხვა მდგომარეობაშია. ის შეიძლება იყოს პატარა ასაკის, შეიძლება ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობა, შეიძლება არ ფლობდეს ქართულ ენას საქართველოში ამ შემთხვევაში. შეიძლება იყოს რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელი, სხვა კულტურაში გაზრდილი, ბევრი ბარიერია, რომელიც ბავშვს ხვდება და ყველა სიტუაცია ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული. შესაბამისად, სასამართლო ბავშვს უნდა ახვედრებდეს ყველა აი ამ ინდივიდუალურ ნიშანზე საპასუხო სერვისებს, სადაც ეს საჭიროა. ეს სერვისები რისთვის არის გამოგონილი, სადაც არსებობს იმისთვის, რომ მიზანი ერთი აქვს, მაქსიმალურად უსაფრთხო, უმტკივნეულო და ანა როგორც ამბობს, მართლაც პოზიტიური გახადოს ის გამოცდილება, რომელიც ბავშვს აქვს უფლების დაცვის პროცესში და სასამართლო მას არ ახსენდებოდეს როგორც განცდა რაღაც თავის ბავშვობაში. აი ჩვენი ბავშვები, ვინც ბავშვი კლიენტები ყოლია, აი ყველა ფაქტურად გვახსოვს ძალიან აშკარად და ერთი მახასიათებელი რაც ყველასთან ხდება არის ხო, აი მაგალითად ბავშვები ძალიან ხშირად გვეუბნებიან, რომ დეტალებში იმახსოვრებენ, აი როგორ შემოვიდა მოსამართლე, რა ეცვა, სად გაიხედა, მე რა მითხრა, აი შეიძლება ყველაფერი დააუწყდეს, რაზე იყო პრობლემა, მაგრამ ახსოვს აი ეს კაცი ან ის თვალი რომ შემოვიდა და მე რომ მითხრა რაღაც თქვა პრინცესაო ვიღაცამ თქვა უთხრა, ეს არასოდეს ავიწყდება. ამიტომ ყველა სპეციალისტმა უნდა გაიაზროს, ანუ როგორ მოექცნენ და როგორ აგზნდნენ დეტალები. ისეთი უნიშნელო ჩვენთვის სრულწლოვანი ადამიანებისთვის ისეთი უნიშნელო დეტალები, როგორიც აი ანამრად ჩამოთვალა, მაგრამ ბავშვისთვის ეს დეტალები მნიშვნელობას იძენს. ამის გააზრება აუცილებელი. აი მე რომ დავამახსოვდი ამ ბავშვს, უნდა ვიცოდე, რომ 20 წლის მერეც ვემახსოვრები ზუსტად რა გავაკეთე და შეიძლება არ მინდა რომ ცუდა დავამეცი. ჩართვამდე მიყვებოდი ახსენებდი ერთ ძალიან კარგ გამოცდილებას, მანდატურის მონაწილეობით. ცხოვრობ ეგ მოყვეთ. ასეთი უნდა იყოს სასამართლო წესი. ანუ აი ჩვენი გამოცდილება როგორია ზოგადად ბავშვებთან მუშაობის. არის ორი სამყარო, დიდების სამყარო, იურისტების, სადაც არის მოსამართლეები, ჩაცმის წესები, რაღაცეები და ხანდახან ბავშვების სამყარო არის. ხო და იმ დიდების სამყაროში რაღაც სხვა რაღაცები ხდება და ერთხელ მახსოვს რომ ვიყავით პროცესზე და დავინახეთ რომ ბავშვი ძალიან დაიძაბა და იმდენად დაიძაბა რომ უკვე აზიანებს და ეს აღარც პროცესი გვახსოვს არაფერი და სხვა რო ვერაფერი გავაკეთეთ ბოლოს ვეუბნებით ვიცით მის საყვარელი თამაში არის სიტყვობანა იყო და მანდატურს ვეუბნებით რომ აბა ეხლა მე ჩავიფიქრებ სიტყვას და თქვენ უნდა გამოიცნოთ და დავიწყეთ თამაში რაღაცები ყურები იქ რაღაცა თმები რაღაცა მინიშნებები და ну მანდატურმა ჯერ გვიყურა მაგრამ მე მივხვდა ეთყობა სახელზე გვეწერა რომ ყველას უნდა გვეთამაშა ბოლოს თამაშობდით მანდატური სოციალური სამსახური ყველა თამაშობდით ბავშვთან ერთად განა ეს პროცესი მნიშვნელობას აცლის ძალიან მნიშვნელოვან თემას განვიხილავდით სხვათაშორის ძალადობის თემა იყო ძალადობის პრობლემას ეხებოდა ეს მნიშვნელობას არ აცლის ეს ცვლის ატმოსფეროს ცვლის გარემოს რომელიც ბავშვზე უფრო მორგებულს უსაფრთხოს და მეგობრულს ასაც ავამბობთ ბავშვი იქ არ უყურებს და რისკებს არ ელოდება არამედ ხდება რომ აქ მისთვის მნიშვნელოვან თემაზე უნდა იმსჯელონ მაგრამ აი ეს ბიძიები და დეიდები მანდატურს რო ეძახით ჩვენ და მოსამართლე განასახიერებს მაგალითად მგელს მოსამართლე რო ქვია ან თუნდაც ადვოკატი საშიში კი არ არის პირიქით მობილიზებულია ყველა რომ სიმართლე დაადგინოს აი დამეხმაროს ხო აი ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ჩვენ სასამართლოს კრიტიკულად მიემართება არის გამონაკლისი შემთხვევები სადაც კარგად ასრულებს ყველა ჩართული პროფესიონალი თავის მოვალეობას, თუმცა ეს კიდევ უნდა გაძლიერდეს. ისეთ ჩვენთან აი როგორი ტენდენცია არის. აი ჩვენთან ბევრი გადამზადდა იგივე მოსამართლე და იურისტი და ფიქრობენ ხოლმე რომ აი არაფერს არ წაიკითხავენ წინასწარ ბავშვის პიროვნების შესახებ, მაგალითად რა თამაში უყვარს, მაგალითად ხელზე რო უკეთია ის დაწნული თვითონ დაწნა, სხვამ დაწნა, მე აი ამ ყველაფერს არ წაიკითხავენ და ფიქრობენ რომ პირველ 5 წუთში რო შეხვდებიან ტრაფარეტულ სვით კითხვას დაუსვავენ სკოლაში რომელი საგანი მოგდოთ ბავშვები ვერ იტანენ ეგეთ კითხვებს ხო ანუ ის დავემახსოვრეთ რომ ბავშვი მეგობრულად უნდა მოეპყრა მაგრამ მისი პიროვნების გაცნობის გარეშე
სკოლაში როგორი საგანი მაგწონს, ბავშვებისთვის ეს არ არის მეგობრული გარეშე. ასევე მარცხეჯერება უნდა იყოს მობილური ბავშვთან მიმართებაში და რას გულისხმობთ ამაში. ჩვენ როგორც უკვე ვახსენეთ, ბავშვებს აქვთ განსხვავებული გამოცდილებები, განსხვავებული საჭიროებები. ზოგიერთი ბავშვი მაგალითად საჭიროებს იმას, რომ ასეთ ფორმალურ გარემოში საერთოდ არ მივიდეს. ყველა ამას არ საჭიროებს. ზოგიერთი ძალიან ხოჩაყე, მე მახსენდება ერთ-ერთი ჩვენი საყვარელი პატარა კლიენტი, ბავშვი, გოგონა, რომელიც ყველაფერი გავაკეთეთ, ოღონდ სასამართლოში არ მისულიყო და სხვაგან წაგვეყვანა, მზემ ზრუნველობით რო გონია, რომ და ბოლოს ძალიან პრინციპულად დააყენა საკითხი, როგორ მახსოვს პატარა, აი ახლა 5 წლის იყო თუ 6 წლის არ მახსოვს. გვითხრა ჯერ ერთი მე მაინტერესებს მოსამართლე. ხო, უნდა შევხვდე და გავეცნო. მეორე, მე უნდა მოყვე სათქმელი მაქვს და არ მინდა ამ იმაში გარეთ სადღაც, მე მინდა სასამართლო დარბაზში შესვლა და ანუ ბოლოს წინააღმდეგ ვერ წავედი, იმიტომ რომ ძალიან ითხოვდა ამას ბავშვი და ისე ამ შემთხვევაში საბედნიეროდ ყველაფერი ძალიან კარგად ჩაატარა მოსამართლეთა შემადგენლობამ, სამი მოსამართლე ანიშნავდა საქმეს და ბავშვი და ვაღიარებ იმასაც, რომ ძალიან ყოჩაღად იყო ადვოკატიც მეორე მხარეს. ყველამ თავისი როლი სწორად შეასრულა და ბავშვმა ზედმეტი დაზიანების გარეშე მიიღო. ეს რატომ მოვიყვანეთ დროს? ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს. ყველას დასრული ადამიანი თუნდაც იმ პროცესში, როდესაც ბავშვს ჩვენი ჭკვით მეხმარებით უფლებები დაიცვას. თუ ჩვენი სასამართლო იქნება შეუცდომელი და ყოველთვის ესეთი პოზიცია იქნება, რომ არა სასამართლო ვერ შეცდება, მაშინ ბავშვს დავაზიანებთ. არა, ყველა შეიძლება შევცდეთ, თუ ბავშვს არ მოусმენთ, შეიძლება მოусმინოთ და ვერ გავიგოთ სწორედ და თუ თუნდაც აი შეიძლება მეორე მხარის ადვოკატმა რაღაც შენიშვნა მითხრეს და მეც უნდა დავფიქრდე შესაძლოა უკეთესად გამეკეთებინა. ანუ უნდა შევცვალოთ მთლიანად ჩვენი ანუ ამიტომ ამბობთ, რომ პირდაპირ წერია ბავშვის უფლებათა სამართალში, შეზღუდული საზოგადოების მქონე პირთა სამართალში, რომ ყველა დავის გამხილველი ორგანო, მაგალითად სასამართლო, უნდა იყოს ძალიან მოქნილი, მობილური. და ეხლა რაც დავიწყე იმ შემთხვევაში ბავშვს სურდა სასამართლოში შესულიყო და მისი მონაცემები ამის საშუალებას გვაძლევდა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მაგალითად უმჯობესია სასამართლოს გარეთ მოხდეს გასაუბრება. მაგალითად, როდესაც ასეთი სტანდარტიც არსებობს, რომ არის სიტუაციები, არა ყველა შემთხვევას არ მიმართება, სულად ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, მაგრამ აუტიზმის მქონე არასრულწლოვანი, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ რაღაც ინფორმაცია მოყვეს, თქვათ ეს გამომძიებელთან იქნება პროკურორთან თუ მოსამართლესთან, არის შემთხვევები, როდესაც უმჯობესია აი ამ ფორმალურ გარემოში არ შეიყვანო ბავშვი და ჯობია რომ სასამართლოს პოლიციის შენობების გარეთ სადმე მისთვის ძალიან ნაცნობ უსაფრთხო გარემოში მოხდეს იგივე პროცედურა რომელიც მოხდებოდა სასამართლოში. ჩვენ მახსენდება კიდევ ერთი ძალიან დასამახსოვრებელი მოსამართლე უცხოელი, რომელიც საქართველოს სტუმრობდა წლების წინ და მან გითხრა ესეთი რამ, რომ როდესაც მე ვატყობ, რომ ბავშვს არ სურს და არც შეუძლია და შეიძლება ზიანი მივაყენო პროცესზე მისი დაბარებით, მე მას პროცესს მიღმა არ ვტოვებ. მე მივდივარ მასთან, ოღონდ ეს იყო ფორმა ძალიან საინტერესო და ჩვენ ვკითხეთ, რომ აი როგორ რასაკეთებ და გააჩნია რა უყვარს ბავშვს, მაგალითად ამას წინადო ორი კვირის მოსამართლე იყო, ეს და იგივე ლაპარაკობდი, სკეიტბორდზე სასრიალოდ რო გაყვა. პროკურორი თუ იყო კიდევ უკეთესი კაცი დაინგრა მთელი ეს სტერეოტიპები პროკურატურის შესახებ. მიდიოდა სკეიტბორდზე სრიალებდა თუ როგორ ასწავლე მასთან ერთად და ისაუბრებოდა ამ საქმეზე. კი, ზუსტად ესე იყო. და რა თქმა უნდა ამის გასაუბრების ჩაწერაც შეიძლება მოხდეს ამ დროს და ასე შემდეგ, რომ ვინმე არ იფიქროს, რომ თქვათ მეორე მხარეს, რომელიც თავს იცავს, არ ექნება საშუალება მოისმინოს შეჯამებისკენ წავიდეთ, აქამდე იმიტომ ვისაუბრეთ ამდენი, რომ ძალიან მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ დავაორგანიზებთ ამ პროცესს, ბავშვისთვის არ გავხდით სტრესულს და ჩვეულებრივი როგორც, რა ვიცი, მაღაზიაში წასვლა იქნება, ისე იქნება უფლებების დაცვა გაადვილებული. ამ მიზნით ერთი პროგრესი კიდე რაც უნდა ვთქვათ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გვერდზე ატვირთულია ბავშვისთვის მეგობრული სარჩელის ფორმა, რომელიც ევროპის საბჭოს დახმარებით შეიმუშავეს და ჩვენ გამოგვიყენებია ბავშვებისთვის მიგვიწვია და მათ შეუვსიათ ეს ფორმა, ბავშვი თავისი ენაზე მიმართავს სასამართლოს, რაც არის მნიშვნელოვანი. სხვათა შორის ჩვენ შეგვიძლია რამენაირად თამთა თუ ტექნიკური შესაძლებელი იქნება, ტექნიკურად ეს სარჩელის ფორმა ავტვირთოთ, იგივე ამ თემატური საუბრის ქვეშ ან კომენტარებში ჩავწეროთ.
რომ ეს რა ფორმაა? ეს არის უმარტივესი ფორმა, რომელიც ბავშვმა თავად შეიძლება შეავსოს. სულ რამდენიმე კითხვა თხრობით ფორმაში მომიყევი რა არის შენის გასაჭირი და სასამართლო ვალდებულია მიიღოს ეს ფორმა როგორც სარჩელი და დაიწყოს ამ საქმის შესწავლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ამარტივებს ბავშვისთვის მოსამართლესთან კომუნიკაციას. გარდა ამისა, ისიც ვთქვათ, რომ წლების წინ იყო ესეთი შეზღუდვა კანონში, რომ 14 წლამდე ასაკის ეს ბავშვი ვერ მიმართავდა თავისი უფლებების დასაცავად მაგალითად სასამართლოს. არ მიიღებდა სასამართლო ამ ბავშვის სარჩელს. თუ თავად გადაწყვეტა რომ მიემართა. ამ შემთხვევაში აუცილებლად მშობელს უნდა მიემართა. მაგრამ ეხლა ვიცით რომ არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც მშობელს არ სურს იდაოს, ან შესაძლოა მშობელს ედავება ბავშვი, ხო? ესეთი შემთხვევაც არის. ამიტომ შევიდა აცვლება კანონში და დღეს ყველა ბავშვს აბსოლუტურად ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე აქვს უფლება როდესაც ის ჩათვლის საჭიროდ მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს დარღვეული უფლების აღდგენა და აუცილებლად თქვა კიდევ ერთი უნიკალურ შესაძლებლობაზე როგორც არის ბავშვთა უფლებათა კომიტეტი. ხო, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტი, რომელიც არის პრაქტიკულად სასამართლოს მსგავსი იურისტები კვაზი სასამართლოს ბავშვების სტრასბურგი, ესე რომ ბავშვების სტრასბურგი, პატარების სტრასბურგი, დაახლოებით ესეთი სადაც ხედან ბავშვთა უფლებების სპეციალისტები, ექსპერტები და იმ შემთხვევაში თუ ბავშვს არ მოეწონება გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქართულმა სასამართლომ, საქართველოს სასამართლომ, გაერომ ბავშვს უთხრა, რომ მე შენთვის შევქმენი მექანიზმი, რომლითაც შეგიძლია მე მელაპარაკო, პირდაპირ კომიტეტს ელაპარაკო და ხო, ნამდვილად მხოლოდ ბავშვმა უნდა მიმართოს. ეს არის ყველაზე საინტერესო, რომ მაგალითად თუ მშობელი მიმართავს ბავშვის სახელით, მაგრამ იქ ვერ დაამტკიცებს, რომ ბავშვი თანახმა იყო, რომ მიემართა. ასეთ განაცხადს კომიტეტი არ განიხილავს. კომიტეტი ამბობს, რომ მე ვარსებობ მხოლოდ ბავშვისთვის. ამიტომ ან უშუალოდ ბავშვმა მომმართოს, ან თუ ვინმე სხვა მომართავს მისი სახელით, დამიმტკიცეთ, რომ ბავშვი ინფორმირებულია, ეთანხმება და მას ნამდვილად სურს. ეხამდე შევაჯამოთ. ძალიან კარგი შესაძლებლობა და ეს ისიც ვთქვათ, რომ არანაირ თანხა ამაში საჭირო არ არის. არანაირი ხო, გაეროში ჩასვლა საჭირო არ არის, ეს ყველაფერი ხდება ელექტრონული ფორმით იცვლება ინფორმაცია, გადასახადების გარეშე და თუ საჭირო გახდა გაეროს ექსპერტები უშუალოდ ბავშვსაც დაელაპარაკებენ. შევაჯამოთ. ეს რა ენაზე ხდება ეს ამ განცხადება? თავის ენაზე შეუძლია. მეორე ენაზე როდესაც თქვა შეიძლება აუხსნას გაეროს, ზოგადად გაეროს ოფიციალურ ენებზე ხდება 5 ენა. თავის ენაზე თუ მიმართავს, ისინი მოძებნიან და გამონაკლისოდ წერიათ, რომ შესაძლებელია ითარგმნოს მაგალითად ქართულ ენაზე გაგზავნილი აპლიკაცია. მე დარწმუნებულია, რომ ამას მოძებნიან, იმიტომ რომ ძალიან გულისხმიერი კომიტეტია. მოდი შევაჯამოთ. ჩვენ დღეს გვინდა და გვეთქვა ბავშვებისთვის, მათი მშობლებისთვის, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი. ეს არ უნდა იყოს სტრესული, ამის გამო არავინ არ უნდა შეგვერცხვინოს, იმიტომ რომ ამის ალტერნატივა ის კი არ არის, რომ არაფერს გააკეთებენ. ამის ალტერნატივა არის, რომ ლინჩის წესით მოხდება რაღაცები ველურად, ასე ვთქვათ, წინასაუკუნეობრივად და ამის უკეთესი ვარიანტი ყოველთვის არის სასამართლო და ჩვენ გვინდა, რომ ეს სასამართლოსადმი მიმართვა იყოს ბავშვისთვის სასიამოვნო პროცესი, ზრდის პროცესი და თქვენ წარმოიდგინეთ მხიარული პროცესი, იმიტომ რომ ბავშვი აკეთებს იმას, სადაც ერთობა და ეს არ შეიცვლება სასამართლოზე, სადაც ბავშვს მოწყინდება, მობეზდება და ცუდ ხასიათზე დადგება, ან შეეშინდება, ვერავინ ვერ აიძულებს, რომ ეს გააკეთოს და არც უნდა ვაიძულოთ. ესე იგი, ჩვენ ყველა ვალდებული ვართ ეს პროცესი გავხადოთ სასიამოვნო. კი, და ეს თან შეგვიძლია. ეს ენის მოჩლებას არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, ბავშვთან ერთად გართობაც ან მისთვის ხელშეწყობა რა რაღაც ისიამოვნოს სხვანაირადაც შეიძლება და ამის სწავლაც შეგვიძლია ყველას. ეს არის ბავშვზე მორგებული უფლებების დაცვის მექანიზმები, რომელიც დავიწყეთ, არ არის იდეალური ჯერჯერობით საქართველოში, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა უნდა მოვითხოვოთ და ხელი შევუწყოთ ამით, რომ ნამდვილად ბავშვზე ორიენტირებული გახდეს უფლებების დაცვის მთელი სისტემა. მარტო სასამართლო არის გულისხმობს ხაზგასმით ვაბობ, მაგალითად თუ ბავშვი სკოლაში სამეურვეო საბჭოს მიმართავს რაღაცა წუხილით, ისიც დავის განხილველია.
იმასაც მიემართება ზუსტად, ანუ მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, ყველგან სადაც ბავშვის საკითხს განიხილავენ, ყველა ასეთი ადგილი უნდა იყოს ისეთი, როგორიც აქამდე ვილაპარაკეთ, რომ უნდა იყოს. და რა თქმა უნდა, ყველა პროფესიონალი ეს ბავშვს იცავს თუ ბავშვის საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს, უნდა იყოს შებოჭილი აი ამ ეთიკური წესებით, რომ არ დასტრესოს, ზიანი არ მიაყენოს და მისთვის ეს გამოცდილება არ გახდეს ნეგატიური. არ გახდეს ნეგატიური. ეს ხელს არ უშლის სიმართლის დადგენას. ეს უბრალოდ სიმართლეს დაადგენს უმტკივნეულო გზით. აი ამის გაკეთება ყველა შეგვიძლია და ვალდებულებიც ვართ. თუ კითხვები არ არის, მაშინ კითხვები ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ იქნება და თქვენს ნებართვით პირდაპირ ბავშვებსაც ვეტყვი და მიმართავ, რომ თუ გიყურებენ, კი არ ფიქრობ, რომ მაინც და მაინც სასურველია ამ სოციალურ ქსელში ბავშვები იყვნენ, მე მგონი ბევრად უფრო სახალისო საინტერესო რამ არის ამ სოციალური ქსელების გარდა, მაგრამ თუ კი აქვთ წდომა, შეიძლება მშობლების საშუალებით, თქვენს ნებართვით ვეტყვი, რომ შეუძლიათ შეკითხვები მათაც გამოგვიგზავნონ. ორმესი მადლობა ესეთი საინტერესო ჩართვისთვის, ის გუმული რაც ვახსენეთ, აუცილებლად დავდებთ პირდაპირ ამ ჩვენი ჩანაწერის ქვევით და დროებით გემშვიდობებით ვეტყვი ჩვენ მსმენელს, რომ ჩვენ ვაგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას და უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება ჩართვა ისევ რომელიმე აქტუალურ თემაზე. ლეკუნას მადლობა იმისათვის, რომ თარგმნა ჩვენი ჩართვა ჟესტურ ენაზე. ამით გემშვიდობებით, ნახვამდის. დიდი მადლობა, კარგად იყავით.